სტუმრებს ნაწყენს არ ტოვებენ ხოლმე. კერგია. ცოტა მეღუტუნება. დასიებული დავდიოდი ხოლმე განსაკუთრებით სახეზე. არ მოვწონვა. ზოგჯერ როგორც ჩვენ არ ვართ ხასიათზე, ისე არ არიან ესენიც ხასიათზე. საკუთარ ერთ შიშს ეხა ეს წუთია გადავაბიჯეთ. ვიცი, თავიდან დავიწყე. კი, ცოტა ესე მელაპარაკები უცხოსავი. აი ნახეთ, აი აქ ეს ფუტკრები ცეკვავენ. ყველას ხასიათი უნდა ურჩიო ამ ცხოვრებაში რა. უნდა შევეშალო ფუტკრებას. ხშირად ვამბობ ხოლმე ამას. ანუ იგრძნობთ, აი როგორი თბილები არიან, როგორი ვიბრაციები აქვს. და ბოლო კითხვა და შეგეშვები თორე უკვე ძალიან ცხელა. მგონია რომ მეც ფუტკრების ოჯახის წევრი ვარ. მოუბარი მოვიდა გადასაღება და ერთი გაიგებს ან ორი და მეტი ვერა. ორი რამის იმედი მაქვს დღეს. ერთი იმის რომ გადაღებიდან ისე დავბრუნდებით რომ ფუტკრები არ დაგუნესტრავენ და არ დაგუკბენენ და მეორე იმის რომ ვეიმარტის გემრიელი კაპუჩინო ხასიათის და განწყობის ამაღლებაში დამეხმარება. მივემართებით სართიჭალისკენ ჩვენი შემდეგი ეპიზოდის გადასაღებად და ალბათ მივხვდებოდით რომ ფუტკრებს ეხება საქმე. ჩვენი პერსონაჟი არის ადამიანი რომელმაც ალბათ საუკეთესოდ შეძლო და მოათვინიერა ფუტკარი და ესე მგონია რომ მათი საუკეთესო მეგობარია და სანამ სართიჭალისკენ გზას დავადგებით შეგახსენებთ რომ ისტორიები რომლებიც შთაგვაგონებენ სოკარის მხარდაჭერით იქმნება. ჩაიცვათ. მე მიკროფონს მომიხსნა და გარედან დავიმუშავე. ხები შემოყავით. ცოტა მოუხერხებელი კი არის. ესე. კარგია, ის უხდება. ჩვენ ვარ საერთოდ. სახე ჩანს თუ არ ჩანს? თავარი ფუტკრემო ვერ იპოვო. ხო, თავარი ეგ არის. სტრუქტურა დაახლოებით ხა ვიცი რომ არის დედა ფუტკარი, დედოფალი, მამა ფუტკარი და მუშა ფუტკრები. ფუტკრის ოჯახი მოიცავს 3 ინდივიდს, როგორც თქვით, დედა ფუტკარი, რომელიც ყველა ოჯახში არის ერთი. აი, ეგ მაინტერესებს, როგორ ხდება არჩევა ამ დედა ფუტკრის. როგორც გითხარით, ერთი დედა ფუტკარი არის სკაში და მას შეუძლია დადოს განაყოფიერებული კვერცხუჯრედი და გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედი. გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედიდან იბადებიან მამალი ფუტკრები. ნუ ისინი სეზონური წევრები არიან და მხოლოდ გაზაფხულიდან შემოდგომამდე გვხდებიან, როდესაც გამრავლების პერიოდი არის და ოჯახებს სჭირდებათ. რაც შეეხება როდესაც დედა ფუტკარი განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს დადებს, იქიდან შემდგომ საკვები რაციონი განსაზღვრავს სრულფასოვან მდედრობითი სქესის ინდივიდად ჩამოყალიბდება, ანუ დედა ფუტკრად თუ სტერილურ მდედრად, ანუ მუშა ფუტკრად. მუშებიც მდედრები არიან. აი ნახეთ, აი აქ ხედავთ პატარა ჭიებს, ხო? ხო. თუ მაგალითად ამ ოჯახში დედა ფუტკარი მოკვდა, ეს ფუტკრები დაიწყებენ ძალიან პატარა ასაკის ჭიების მოძებნას. აი დაახლოებით აი ესეთი პატარების, ახლა შეიძლება აქ ცოტა რთული დასანახია. აქ გააკეთებენ ჯამს და ჭარბი რაოდენობით ჩაასხავენ რძეს. და როდესაც ეს ჭია სანამ ჭუპრობის სტადიაში შევა, გამოიკვებება ამ რძით, ის ჩამოყალიბდება სრულფასოვან მდედრად, მაგრამ აი ესე ჩვეულებრივ შემთხვევაში ხო სტანდარტული სამუშე საკვებით, როდესაც გაიზრდება, ამ შემთხვევაში მუშა ფუტკრად ჩამოყალიბდება, ანუ მდედრი იქნება, ოღონდ მისი საკვერცხები იქნება ატროფირებული და არ იქნება ჩამოყალიბებული, რომ შეასრულოს იმ მდედრის ფუნქცია. თუმცა თუ ნებისმიერ იმას ეხა მისცემ რძეს. ხო, ოღონდ პატარა ასაკის უნდა იყოს. ძალიან პატარა ასაკის კი, განვითარდება დედა ფუტკარი. ოღონდ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი. განაყოფიერებული. კი ბატონო და არა მამრის, რომელიც პერიფერიებში. ხო, ძირითადად პერიფერიებშია ხოლმე. კი ცენტრშიც არის, თუმცა ხო, ძირითადად უფრო ანუ ფუტკრის რძე არის ამ შემთხვევაში გადამწყვეტია, კი, საკვები რაციონი. მე გახლავართ მარიამ კილაძე, ვარ მეფუტკრე, უკვე 13 წელია და ასევე ვარ ბიოლოგი. ეხლა ვიმყოფებით აპის სახლში, ეს არის სივრცე, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაეცნოს მეფუტკრეობას, როგორც ბავშვებს, ასევე ზრდასრულებს. ეს ზოგადად ბავშვობიდანვე მიყვარდა ბუნება, ცხოველები და თბილისში დავიბადე, გავიზარდე, თუმცა აი ყოველთვის მოთხოვნილება მქონდა, რომ რაღაც ახლო კონტაქტი მქონოდა ამ ბუნებასთან და სოფლის მეურნეობას ძალიან მომწონა, თუმცა გადაწყვეტილი არ მქონდა, რომ რაღაც კონკრეტულად
მეფუტკრეობას შევისწავლიდი, ან ამ მიმართულებით წავიდოდი. უბრალოდ მქონდა მიწის ნაკვეთები და რაღაცას ფიქრობდი, რომ დამეწყო. და მე სპონტანურად რადიოში მოვისმინე, რომ მეფუტკრეობის შემსწავლელი კურსი ცხადდებოდა სამების ტაძარში, პატრიარქმა გამოაცხადა ეს კურსი და გადავწყვიტე, რომ მივსულიყავი და შემესწავლა. წელიწად ნახევარი გაგრძელდა ეს კურსი. გავიარეთ იქ ადგილზე თეორია, პრაქტიკა, მე გამოცდა ქონდა და ვინც წარმატებით ჩააბარებდა ამ გამოცდას ერთ ფუტკრის ოჯახს ჩუქნიდნენ. არ თქვა რომ ესე დაიწყო ყველაფერი. კი, ესე დაიწყო. ჩავაბარე კარგად, ერთი ოჯახი მაჩუქეს. ხაქ სადემონსტრაციო საფუტკრი არის და ვიზიტორებს ვიღებ, ბავშვებს, უფროსებს, მეფუტკრეობას ვასწავლებ. და კიდე სხვაგანაც მაქვს კი საფუტკრეები, სამთობაროთაც დამყავს და ეს ადგილი უბრალოდ თბილისთან ახლოს არის და ჩემი თავარი აქცენტი არის, რომ აი თბილისში მოსახლეობა, ვისაც ნაკლები აქვს სოფლის მეურნეობასთან, მიწასთან შეხება და განსაკუთრებით ბავშვებს, ჩამოვიდნენ და აქ გაეცნონ მეფუტკრეობა. აი ნახეთ, აი აქ ეს ფუტკრები ცეკვავენ და ცეკვობით მათი ინფორმაციის გადაცემის ერთ-ერთი საშუალება არის და აი ამ ცეკვის საშუალებით იყენებენ მზის რადიუსს. აი ხა ეს ცეკვავს? კი, ეს ხედავთ როგორ ქანაობს, ნურბიანისებური ცეკვა ქვია მაგას. და ამ ცეკვის საშუალებით დანარჩენ ოჯახის წევრებს გადასცემს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად არის საკვები წყარო და საით უნდა გაფრინდნენ. ეხლა სადღაც მიაგნო, მოიტანა ინფორმაცია და უნდა გადასცეს. ტრაექტორია ხო, ანუ მზის რადიუსს იყენებს, ანუ სად არის, რამდენი გრადუსით არის დახრილი და იმის შესაბამისად, აი როგორც კომპასით უჩვენებს. აი ეს ეხა, ხო? კი. იმიტომ რომ ესე ზოგადად ჯერ გადიან გარეთ მზვერავი ფუტკრები, რომლებიც მოძებნიან საკვებს და შემდეგ გადასცემენ ინფორმაციას, რომ ამის შესაბამისად ჩაერთონ მერე სხვა ფუტკრებიც საკვების შემოტანაში. აი ყველაზე ხელისშემშლელი რა არის მეფუტკრის საქმიანობაში? იმ დროს წვიმები, როდესაც თაფლოვანი მცენარეები ყვავილობენ, იმიტომ რომ ეს რა თქმა უნდა აფერხებს ფუტკრების მიერ რომ შემოზიდონ ნექტარი, რადგან როცა ამინდი არ არის, რა თქმა უნდა ისინი სკაში არიან და შეიძლება იმ ყვავილობამ ისე ჩაიაროს, რომ ვერ შეაგროვონ. და დამტვერვაც ვერ ხდება ალბათ და შემდეგ რაღაცა ესეც მოქმედებს თვითონ. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ფუტკრები და კიდევ სხვა მწერების ამ ჯვარედინ დამტვერვაში ძალიან დიდ როლს ასრულებენ. და თუ რა თქმა უნდა ამ სერვისს არ განახორციელებენ, ჩვენი საკვებიც რა თქმა უნდა შემცირდება. ხო, ეს მნიშვნელოვანია მის ცოდნაც. ალბათ რომ მარტო ის რომ ხა თაფლი გვიყვარს და არა მარტო თაფლი, ნუ სხვა პროდუქტებიც რაღაცა ვიცით სასარგებლო და მოგწონს, მაგრამ ფუტკრის როლი ეკოსისტემაში. ხო, ნუ ალბათ ძირითადად ფუტკრის სარგებელი უფრო იმ თვალსაზრისით არის ხოლმე დანახული, რომ პროდუქტებს ვიღებთ. ხო, გვაძლევს. თუმცა მაგაზე მნიშვნელოვანი ჭამთ რაღაცას ხილს თუ ასე შემდეგ. უფრო დამტვერვითი სერვისებია, ზოგადად ძალიან ბევრი ფუტკრები არსებობენ. არიან სხვა ველური მარტოხელა ფუტკრებიც, რომლებიც თქვათ ნიადაგში, ფუღუროებში ბინადრობენ და ისინი ძალიან მნიშვნელოვნები არიან. ანუ ოჯახებად არ ცხოვრობენ და მარტოხელები არიან. მარტოხელა ფუტკრები ქვიათ, თითო ინდივიდი ცხოვრობს, ნუ ამ ფუტკრებისგან განსხვავებით ოჯახური ცხოვრება არ ახასიათებთ. თვითონ პროდუქტების წარმოებაშიც ხარ ჩართული, ხო თუ არა? ზოგადად ყველაფერში ვარ ჩართული. მე ფუტკრეც ვარ, სოციალური მედიაც, ბუღალტერიაც, გაყიდვების, წარმოებას, მოკლედ მე ფუტკრე როცა ხარ, ყველაფერი უნდა შეითავსო, სხვა ვარიანტი არ არის. აი რატო მაგალითად დაკავშირებულია ფინანსებთან რომ ვიღაცა იყონოს თუ ინტერესი არ აქვს, თუ აი რატო გიწევს ყველაფერი შენაკეთო? როცა იცნობ ზოგადად შენ საქმის კარგად, ხო, უფრო უკეთესად წარმართავ სხვა პროცესებსაც. ეხლა ნუ ალბათ ჯობია რომ კიდევ სხვაებიც გეხმარებოდნენ ამ საქმეებში. ნუ საბოლოო ჯამში მე იქამდე მიდიხარ, რომ ანუ შენზე ძალიან ბევრი საქმე მოდის, თუმცა ანუ ის ცოდნა მაგალითად და კვალიფიკაცია, რაც სჭირდება იმ ადამიანს, ვინც ამ დარგში იქნება, ხო, იმიტომ რომ ეს ძალიან სპეციფიური არის. საკვები პროდუქტი არის, ნუ იქ ცოდნა სჭირდება, როგორ უნდა მოხდეს, თქვათ, რომელიმე ფუტკრის პროდუქტის გამოყენება, ან მომხმარებელს როგორ უნდა მიაწოდოს სწორად ინფორმაცია ამ პროდუქტებზე. ამას ჯობია რომ კარგად ვისაც ესმის ძალიან დარგობრივი გამოცდილება სჭირდება და სპეციფიური და ძალიან რთული არის ზოგადად ეგეთი ადამიანის პოვნა. თოთ კარგ ხასიათზე არ არიან. მართლა? უი.
კაი, თუ გინდა არ ვქნათ თუ არ არიან კარგი ხასიათზე. აი ეს საბოლებელი უნდა ავანთო კარგად, თორემ ამინდიროა ცოტა ისეთი. კარგი ხასიათზე. ყველას ხასიათი უნდა ურჩიო ამ ცხოვრებაში რა. აბა მე ვიკითხოს ხოლმე, აბა თეო, როგორ ხასიათზე ხარ დღეს? მეკითხება, ვინმე არავინ არ მეკითხება. ფუტკარს უნდა კითხო. არის თუ არა იმ ხასიათზე რომ ხელზე დაისვან. ვაიმე, არც მეტევა ხელში. აი ეს როგორი მომენტია? ძირს თხილად იყავით მე. ისიქით გადით რომ ფეხი არ დაგებია. ანუ თან გეშინიეთ, თან ქსიამოვნებს და კი. რაღაცა შიშსა და ძალიან უცნაური გამოცდილებაა. აი შეხა რასაც ხედავთ აქ ეს სივრცე, ნუ ახსენე რომ სადემონსტრაციო რა დრო დასჭირდა ამის აშენებას და თავშეთ რა იყო ყველაზე რთული ამ პროცესში. თუ გიფიქრია ხოლმე რომ აი იყოს აღარ მინდა დავიღალე, შევეშვები. რაღაცა ეგეთი. იმაგაზე ძალიან ბევრჯერ მიფიქრია, იმიტომ რომ ძალიან დიდი შრომა სჭირდება ფიზიკურად, რადგან ყველაფერს მე და ჩემი მეუღლე ვაკეთებთ, ანუ ჩვენი ხელით. მაგრამ უფრო გემრიელი არ არის შენი ხელის ნაკეთები ყველაფერი. ძალიან ძართული არის, თან პარალელურად საფუტკრეს მიხედო, თან რაღაც სამშენებლო სამუშაოებს, თან რაღაც ვიზიტორები მიიღო, თან პროდუქტების რეალიზაცია მოახდინო და ძალიან შრომატევადია და აი ხანდახან ყოფილა რომ მithქვას აი აღარ შემიძლიებსო, აღარ მინდა არაფერი. უნდა შევეშვა მე ფუტკრებას. ხშირად ვამბობ ხოლმე ამას, როცა ბრაზდები. თუმცა ნუ რა თქმა უნდა, მე გადამივლი. რამდენ ხანში გადაგდის ეგ? რამდენ წუთში? ნუ გააჩნია. რამდენად დაღლილი ვარ იმის შესაბამისად. შეიძლება მეორე გამოიძინო და მეორე დილას შეუდგე საქმეს, ხო? მინახავს ისე თუ გაქვს საქმე რეგეც ვნახოთ ვიზუალურად. ანუ გასაგებია თაფლი, გვიყვარს, პატივს ვცემთ, ვისიც სასარგებლო ასე შემდეგ, მაგრამ შენ კიდე რაღაც ექსპერიმენტებს ატარებ ხოლმე, რაღაც კურკუმა და რაღაცებს ნარევები მინახავს შენს სოციალურ ქსელებში. ეს ცოტა სიახლეა რა, თუ არ არის სიახლე და შენი თვალ შენი გამოგონებაც არ არის. საქართველოს ზოგადად სიახლეა, თუმცა ნუ მაგალითს ვიღებ ხოლმე სხვადასხვა ევროპის ქვეყნებიდან, და ზოგადად ახლა ინფორმაციასაც უფრო ინგლისურად ვეცნობი ხოლმე ფუტკრებსაც, კვლევებს და ზოგადად ამ პროდუქტების წარმოების შესახებაც და იქ საკმაოდ პოპულარული არის სხვადასხვა ნაზავების, აი ფუტკრის პროდუქტების ნაზავების დამზადება ან თაფლში რაღაცების გარევა. ეს არის თაფლი და სპირულინა. ეს არის თაფლი და კურკუმა, ხო? და ორივე არის ძალიან კარგი თვისებების მატარებელი, ხო? გემო ეცვლება ალბათ, ხო? ანუ ამას და იმას ხა განსხვავებული გამოგიხსენებთ თაფლისგან. ეხა ამ შემთხვევაში სპირულინას შემთხვევაში უფრო სპირულინას გემო არ იგრძნობა და თაფლის გემო აქვს, მაგრამ კურკუმას შემთხვევაში უფრო ესეთი არომატული გემო აქვს. აი სურვილს ჩავიფიქრებ პირველად სინჯავ. ჩვენ ხმამაღლა ჩავიფიქრებ ერთი 100,000 გამომწერი მოუბარს. ხო, გარიგრძნობა. ხო, სპირულინას გემო არიგრძნობა. ძალიან გემრიელია. ეხლა მივხვდი რომ კაი ხანია თაფლი. აღარ მიყრმია. კაი ხა კურკუმას გავსინჯავ. ეს უსხვა. ხო, თქოს მოცხარო გემოსავითაც აქვს, აი რაღაცნაირი უცნაური გემოა. კი, ძალიან უცხვა. და თაფლის ალბათ უბრალოდ სტრუქტურა აქვს, თორე ის თაფლის გემო დომინანტი. ხო, ამ შემთხვევაში კურკუმას გემო დომინანტობს და იმ შემთხვევაში თაფლის. მომიყევით ხა ამებზე. ხო. კიდე გღანეთ, მალე წავალ სიოხმი. ადამიანს იმდენი საქმე აქვს თავზე საყრელად და მოვედი აქ აბეზარი ჟურნალისტი და ნუ ფუტკრის რძე ზოგადად ცნობილია როგორც სამეფო ჟელესაც ეძახიან. ხო, აი ზუსტად ეგ მოვიკითხე. კი, იმიტომ რომ საკმაოდ რთულად საწარმოებელი პროდუქტი არის და რაოდენობრივად უფრო ცოტა წარმოება ხდება ვიდრე მაგალითად თაფლის და ძალიან ბევრი სასარგებლო თვისებები აქვს და ძალიან კარგი არის თუ მაგალითად ადამიანს ალერგია არ აქვს. წელიწადში ერთხელ ან ორჯერ, მაინც რომ გამოიყენოს. ეს არის ერთი კურსი. ხო, ერთი ადამიანისთვის ერთი კურსი არის 10 გრამი. და ანუ შეუძლია წელიწადში ხა მაგალითად თუ რაღაც სჭირდება უფრო მეტი მხარდაჭერა ორგანიზმს, შეიძლება 10 გრამი მიიღოს, მერე შეისვანოს, მერე კიდევ 10 გრამი მიიღოს.
ეს ძალიან ინდივიდუალური არის ადამიანის მდგომარეობიდან გამომდინარე. ახსენე რომ ქართული ფუტკარია. სულ რამდენი სახეობა არსებობს სამყაროში და დაუშვათ არის რომ დაუშვათ ქართულ ეკოსისტემაში ქართული ვეჯობია ალბათ, ხო? თუ რატო მოამრავლე ქართული ფუტკარი? ზოგადად როგორც ადამიანის რასები არსებობს, ასევე არის ფუტკრის რასებიც. ხა ზუსტად აღარ მახსოვს მე მგონი 7 სახეობა არის თუ 8 და რა თქმა უნდა ის ფუტკრის სახეობა რომელიც რაღაც კონკრეტულ არეალში ბინადრობს, იქ ადაპტირებულია და შესაბამისი ცევები აქვს განვითარებული, რაც იმ გარემოში უკეთესია და წარმატებას ახდენს, ხო. ასევე არის ქართული ფუტკარიც, ამ გარემოსთან არის ადაპტირებული და შესაბამისად ის შესაბამისი ცევებიც და თვისებებიც აქვს. 7 ხასიათი აქვს, პროდუქტიულიც არის და ზოგადად აი სხვა ქვეყნებშიც ძალიან მოსწონთ ხოლმე ჩვენი ფუტკარი და გარკვეული ჰიბრიდები მე გამოყავთ ხოლმე იქ. და თაფლის მაღალხარისხიანია? თაფლის ხარისხი უკვე დამოკიდებული არის სცენარეულ ფლორაზე და ნიადაგზეც ფუტკრის სახეობასთან დიდად არ არის კავშირი. არა, უფრო ქართულზე ვამბობ. ქართული თაფლი. ხო, თაფლი ზოგადად, იმიტომ რომ ეს ჩვენი ბუნებრივი რესურსები განაპირობებს ამ თაფლის გემოვნურ თვისებებსაც. იმიტომ რომ ყველგან შეიძლება ესეთი მრავალფეროვანი გარემო არ იყოს, როგორც საქართველოში არის. გასაგები. კი ბატონო, მადლობა. გავერკვი, ახლა უფრო მეტი ვიცი ფუტკრებზე და მე ფუტკრეობაზე, ვიდრე 3 საათის წინ ვიცოდი, ასე რომ. ხო, ზოგადად ეს ისეთი ამოუწურავი თემა არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრ მიმართულებას მოიცავს და შეიძლება უსასრულოდ ისაუბრო, იმიტომ რომ თითოეული პროდუქტის წარმოება ან რაღაც საქმიანობა ძალიან დიდი თემა არის. მით უმეტეს როცა გიყვარს კიდე უფრო მეტი შთაგონებით შეგიძლია ილაპარაკო და მართლა მთელი დღე ილაპარაკო. კარგი, მადლობა მასპინძლობისთვის, ასიამოვნო იყო შენი გაცნობა და რა ვიცი, იმედი მაქვს მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი ეპიზოდი და შევხვდებით შემდეგში. გამაგვიწერეთ, გვემეგობრეთ, გვიყურეთ და ასე შემდეგ.